ევროკომისიის პრესპიკერი ანიტა ჰიპელი აცხადებს, რომ დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიმართ შემდგომი ზომების მიღება კვლავ დღის წესრიგშია. ჰიპერმა ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ პოლიტიკაზე კომენტარი ევროსკოპის კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ახალ რეპრესიულ კანონებს შეეხებოდა. პრესპიკერის თქმით, ისინი ქართველი ხალხის გვერდით ყოველთვის იდგებიან. არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ ეს გადაბრალების და პროექციის კლასიკური ტაქტიკაა. სამწუხაროდ ზუსტად ეს ხდება ახლა საქართველოში. ჩვენ ვერ ვხედავთ არსებული ვითარების გაუმჯობესების ვერანაირ ნიშანს დემოკრატიის, თავისუფლებისა და იმ ღირებულებების კუთხით, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება თუ სიტყვის თავისუფლება. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, როგორც იცით, ჩვენ დავწიეთ პოლიტიკური ურთიერთობების დონე. ასევე შევაჩერეთ ყოველგვარი პირდაპირი დახმარება საქართველოს ხელისუფლებისთვის და გავაუქმეთ უვიზო მიმოსვლა დიპლომატების, მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით და ასევე განვიხილავთ შემდგომ ზომებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად. ქართული ოცნების პარლამენტმა უცხოურ დაფინანსებასთან, პოლიტიკურ და პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ რეპრესიულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 3 თებერვალს დაუჭირა. კანონ პროექტით გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოსგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. გრანტად ასევე მიიჩნევა პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება უსასყიდლოდან ანაზღაურების სანაცვლოდ. ფაქტობრივად ყველა უცხოური გრანტის მიღებას ქართული ოცნების მთავრობის ნებართვა დასჭირდება. რეპრესიული ცვლილებებით პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი. კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც. რეპრესიული ცვლილებები ეხებათ მეწარმე იურიდიულ პირებსაც. ოცნება მსჯელობს ჩანაწერზე, რომლის თანახმად თუ მეწარმე იურიდიული პირი პოლიტიკით დაკავდება, თავდაპირველად ის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდეს, მეორე და ყველა შემდგომ ჯერზე კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.